გამარჯობა. პირველ რიგში მადლობას გიხდით გამოწერებისა და გამოხმაურებელი კომენტარებისთვის. ჩვენ ახს უკვე 500 გამომწერი ყავს. განსაკუთრებულ მადლობა GFAX TV-ს. კომენტარებში და პირადში ბევრი გწერთ, რომ ხშირად გინდათ იხილოთ ჩვენი ვიდეოები, რადგან ერთი კვირა ძალიან დიდი დრო არის. ჩვენც ვიფიქრეთ და მოკლედ შეიძლება ეპიზოდების უფრო ხშირად დადება, ოღონ ამაში თქვენი დახმარება დაგჭირდება. რა და როგორ ეპიზოდის ბოლოს გეტყვით. ამ ეპიზოდში კი ჩვენ ვსაუბრებთ ადამიანებზე, რომელთაც დაბადებისას იმაზე მეტი იყვალი ხვდათ წილად, ვიდრე სხვებს. ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ბრონის შილეტებით დაიბადნენ. ისინი გადარჩენ ისეთ შემთხვევებში, სადაც გადარჩენის შანსი თითქმის ნული იყო. ხოლო ზოგიერთი ასეთ შემთხვევაში ორჯერ კი არა სამჯერაც გადარჩენილა, მაგრამ არ არის აუცილებელი ვისაუბროთ მხოლოდ გადარჩენაზე. მაგალითად, ამერიკის მოქალაქე ეველინა ადამსმა 1995 წელს ლოტარიაში ჯეკპოტი მოიგო. სამწუხაროდ ის მალევე გაკოტრდა, მაგრამ ბედმა კვლავ გაუღიმა და მომდევნო წელსაც ისევ ჯეკპოტი მოიგო. ჯამში მოგება 4.5 მილიონი დოლარი შეადგინა. სასაცილოა, რომ ზოგი ორჯერ იგებს ზედიზედ ჯეკპოტს და მე რო ალბათ ცადო თამაში ორი წუთსაც ვერ გავარტყავ. აღმოჩნდა, რომ ეველინა არც ისეთი ხელმომჭირნე ყოფილა. მოგვიანებით ის მთლიანად გაკოტრდა და დღეს ცხოვრობს ერთ უბედურ სახლში. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ყველას სურდა მისი ფულით სარგებლობა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ეველინა უარს არავის არაფერზე ეუბნებოდა. და აგრეთვე, მეორე ჯეკპოტის დიდი ნაწილი ატლანტიკ სიტის ერთ-ერთ კაზინოში მთლიანად გაფლანგა. ალბათ ბევრს გსმენიათ დექსტერზე. არა ამ დექსტერზე ასწავლებ. ჩვენი გმირია ტიმოტი დექსტერი, ერთი სოფლის ბიზნესმენი, რომელიც უხვად იყო დაჯილდოვებული იღბლით, მაგრამ მისი განათლება ვერნერი კრიტიკას ვერ უძლებდა, რადგან ტიმოტიმ თავისი სახელის და გვარის წერაც კი არ იცოდა. ის დასაუბედუროდ პროფესიონალ მეგობრებს სპეციალურად აძლევდნენ არასწორ რჩევებს ბიზნესში, თუმცა საოცარი დამთხოვით ყველაფერი ტიმოტის სასარგებლოდ ბრუნდებოდა. ერთხელ ერთმა უვარგისმა ვაჭარმა ტიმოტის უთხრა, რომ ინდოეთის ერთ-ერთ კოლონიაში სჭირდებოდა დიდი რაოდენობით ტაფები, თბილი ხელთათმები და ბიბლიები. ტიმოტის წამითაც არ უფიქრია, რომ ამ კუნძულზე ყოველთვის მზეა და საშინაო ცხელა. შეიძინა 40,000 ტაფა, 40,000 წყვილი ხელთათმანი და ამდენივე ბიბლია. როცა გემი დათმულ კუნძულს უახლოვდებოდა, იქ ახალი რელიგიური მოძრაობა იბადებოდა, ასე რომ ტიმოტის ბიბლიებიც ხელიღვეძლებივით გაიყიდა, მაგრამ ტიმოტის უფრო გაუმართლა, როდესაც იქ აზიური გემი აღმოჩნდა, რომლის კაპიტანმა გასცა ბრძანება შეეძინათ თბილი ხელთათმების მთელი მარაგი, რათა მერე სიბირში გაეყიდა. ხოლო ტაფები კი ადგილობრივ ბიზნესმენებს ქოთნების სახით მიყიდა და როგორც უკვე ხვდებით, ტიმოტის ძალიან დიდი მოგება დარჩა. მაგრამ დექსტერის მეგობრებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი მისი გაკოტრება. მათ ურჩიეს, რომ რაც ფული ჰქონდათ, ჩაედო ნახშირის ბიზნესში და შემდეგ ინგლისში, კერძოდ კი ნიუკასლში გადაეგზავნა. გამოუცდელმა დექსტერმა არ იცოდა, რომ ნიუკასლი ინგლისის ნახშირმოპოვების ყველაზე მსხვილი ცენტრი იყო. ტიმოტიმ დაიქირავა ათობით გემი, დატვირთა ნახშირით და ვირჯინიიდან ნიუკასლში გაგზავნა. ნაცვლად იმისა, რომ გამხდარიყო დაცინვის ობიექტი, მას ბედმა კიდევ ერთხელ გაუღიმა. მაღაროში მუშები ახალი კაპიცულნი იყვნენ და ქალაქში ნახშირის სერიოზული დეფიციტი იყო. ტიმოტიმ კი თავისი ნახშირით თითქმის 3 ფასად გაყიდა და თავის ქონება 3ჯერ გაზარდა. ბრიტანელი ოფიცრის სამერფორდის ცხოვრება სავსე იყო უცნაური პარადოქსებით, მაგრამ რამდენად იღბლიანი იყო, საკითხავია. 1918 წელს ერთ-ერთი ბრძოლის დროს მას მეხმა დაარტყა. ის ცხენიდან ჩამოვარდა და ქვედა კიდურები დაიზიანა, რის გამოც არმიიდან დაითხოვეს. ოფიცერი ვანკუვერში გადაბარგდა საცხოვრებლად. 1924 წელს ის სათევზაოდ იყო წასული, როცა მეხმა პირდაპირ იმ ხეს დაარტყა, რომლის ქვეშაც იჯდა. ტრაუმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ორგანიზმის მარჯვენა მხარე პარალიზებული დარჩა. დროის გასვლის შემდეგ სამერფორდი მეტნაკლებად გამოჯამთრდა და სეირნობასაც ახერხებდა. 1930 წელს სწორედ ასეთ სეირნობის დროს მეხმა კვლავ დაარტყა და სამუდამოდ ინვალიდი დატოვა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სამერფორდი მალევე გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ მეხმა არ დაივიწყა ჩვენი გმირი და ერთ-ერთი შტორმის დროს მის საფლავის ქვას დაეცა და თანაც მნიშვნელოვნად დააზიანა. ეს ადამიანი მეტია ვიდრე ადამიანი. მას შემთხვევითი იღბლიანობა ქრონიკულ ფორმაში გადაეზარდა. ფრენსის სელაკი, ერთი უბრალო სკოლის მასწავლებელი. 1962 წელს ის მატარებლით მოგზაურობდა, როდესაც ეს უკანასკნელი ამოვარდა ლიანდაგებიდან და ყინულიან წყალში გადავარდა. 17 მგზავრი გარდაეცვალა, მაგრამ სელაკი გადარჩა. ერთი წლის შემდეგ კი ის ზაგრებიდან რიეკაში მიფრინავდა, როდესაც მოულოდნელად თვითმფრინავის კარები მოწყდა და მგზავრები გადავარდნენ. ყველა ეს 19 მგზავრი, რომელიც მასთან ერთად ვარდებოდა, დაიღუპა. ხოლო ჩვენი მასწავლებელი კი თივის ზუნზე დაეცა და გადარჩა. რაღაც მინახავს ეს უკვე.
64-ში კი ავტობუსი, რომელშიც ფრენსი იჯდა, მდინარეში გადავარდა. 4 მგზავრი დაიღუპა, ფრენსი კი ისევ გადარჩა. ამ ადამიანმა უარი თქვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობაზე და შეიძინა საკუთარი მანქანა. მაგრამ 1996 წელს მის მოპირდაპირედ ტრაილერის მძღოლს მოუწურდა ძალა. შეშინებულმა სელაკმა აარიდა მანქანა და უღრან უბსკულში გადაიჭეხა. რაღაც საოცარი ძალით ის ფანჯრიდან ამოვარდა და დაეკიდა ხეს, რომელიც უბსკულში იყო ამოსული. თვითონ კი უყურებდა, როგორ ნაკუწდებოდა თავის მანქანა. 2003 წელს იღბალმა ისევ შეუარა სტუმრად სელაკს, მაგრამ ამჯერად კი არ გადაარჩინა, არამედ ლატარიაში $1 მილიონი მოაგებინა. ინტერვიუში სელაკმა განაცხადა, რომ მთელი ეს წლები მას მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი მფარველობდა. ადამიანი, რომელსაც თვით ჩაკნორისაც გიშურს. იაპონელი ცუტომო იამაგუჩი მუშაობდა 1955 წელს ჰიროსიმის გემთმშენებელ ქარხანაში. როდესაც პირველად ჩამოაგდეს პირველი ატომური ბომბი, აფეთქების ეპიცენტრიდან ის 3 კილომეტრში ყოფებოდა, რის შედეგადაც მიიღო ძლიერი დამწვრობები. პანიკაში ჩავარდნილი სასწრაფოდ მატარებლით გაიქცა ნაგასაკიში, სადაც რა მოხდა? რა გაატრაკე თქვენ კიდე საქმე. მაგრამ საბედნიეროდ ცუტომომ ეს აფეთქებაც გადაიტანა. მან დიდხანს იცხოვრა და სიცოცხლის ბოლომდე ეხმარებოდა აფეთქების შედეგად დაზარებულ ადამიანებს. მის მიერ გადატანილი საშინელებები კიდევ დიდხანს დაეტყო და აისახა მის ჯანმრთელობაზე. 2010 წელს იამაგუჩი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ხედავთ, იღბალი როგორც ასეთი შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს რამოდენიმეჯერ ეწვიოს და მნიშვნელოვნად შეუცვალოს ცხოვრება. დაგვალაიქეთ Facebook-ზე, რათა ნახოთ დღევანდელი ეპიზოდის გმირებზე დამატებითი ინფორმაცია და რაც მთავარია, გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე. დროებით. ხო, და რაც თავარია, დასწრეში რომ ვიძახდი. თქვენ გინდათ მეტი ვიდეო, ჩვენ გვინდა მეტი ნახვა. ასე რომ მოდი ესე გავაკეთოთ. თუ ეს ვიდეო მოაგროვებს 80 გაზიარებას, არა მოდი ესე ვთქვათ, როცა ეს ვიდეო მოაგროვებს 80 გაზიარებას, იმ წამსვე დავდებთ მესამე ეპიზოდს. არა იქით აკვირას, არამედ იმ წამსვე დავდებთ. და რომ არ მოგატყუოთ, რამდენი გაზიარება აქვს ამ ვიდეოს, ამ ვიდეოს დაბლა share-ის გვერდზე more დააჭერთ, მე სტატისტიკ და იქ იქნება გაზიარებების სტატისტიკა. მადლობა. დანთნარების დროს უეჭველად გვიჩნდება შეგრძნება თითქოს ვიღაც პირდაპირ პირში გვიყურებს. ამიტომ ვიფარებთ ხელს. მაგრამ მაინც საიდან წამოვიდა ეს ჩვეულება, რომელიც დღეს უკვე რიტუალად გვექცა. ადრე ისლამურ კულტურაში მქნარება მიიჩნეოდა როგორც სატანის შანსი ჩამძვრალიყო სულში. ალბათ იქ რომ ნაწლავები გადაეხლართ ან ფილტვებით ეთამაშა. ხოლო ინდოეთში კი საერთოდ